2007 წლიდან მოულოდნელად მოხდა რეორგანიზაცია სოფლის ბიბლიოთეკებისა და მაშინ ყოფილ დირექტორს ბატონ ალექსანდრე იმნაძეს დაევალა გადმოეტანათ, აი ერთ დღეს დაიტვირთა მანქანაზე და შემოიტანეს სკოლაში ეს. თუმცა გავაკეთეთ ის, რომ გამიჯვნა მომხდარიყო სოფლისა და სკოლის წიგნადი ფონდისა, მთელი რაიონის სკოლებისათვის, მთელი რაიონის სოფლებისათვის ეს არის ერთ-ერთი მოუგვარებელი პრობლემა. ამაზე ჩვენ გვქონდა როგორც დირექტორებს გამგეობასთან თვითონ რესურს ცენტრის შუამდგომლობით, მაგრამ დღემდე აი არ გამოიძებნა ის რაღაც არ ვიცი მექანიზმი შუალედური რაღაცა, ვინც მოგვიწესრიგებდა ამ საქმეს. თავარი ეხლა პრობლემისა, რომ აი სოფელს თავისი სოფლის ბიბლიოთეკარი თავისი ბიბლიოთეკით დაუბრუნდეს და სკოლისა იყოს სკოლისა. თუმცა თუ კი ეს ახლა კიდე მოუგვარებლად დარჩება, იყოს და გამოიძებნოს ის დოკუმენტების კანონიერი გადმოცემის გზა. 2006 წელს 12,000-იანი წიგნადი ფონდით წონიარისის სოფლის ბიბლიოთეკა გადმოეცა წონიარისის საჯარო სკოლას. პრობლემა გვაქვს ეს, რომ ეს წიგნადი ფონდი დღემდე იმყოფება რაიონული ბიბლიოთეკის ბალანსზე და სკოლის ბალანსზე არ არის ჯერჯერობით გადმოცემული. ჩვენი უპირველესი თხოვნა არის, რომ ან ჩვენ გადმოგცემ ბალანსზე, ან პატრონობა გაუწიოს იმან, ვისი საკუთრებაც არის ეს წიგნები. წიგნები გადაცემულია სკოლებზე, მართალია ცოტა გაურკვეველ ვითარებაში მოხდა წიგნების გადაცემა სპორტანულად, რამდენიმე დღის განმავლობაში 1000-იანი, 10,000-იანი წიგნადი ფონდები გადავიდა სკოლების გამგებლობაში. ოღონდ არანაირი დოკუმენტაცია არ შექმნილა ამაზე, რომ ეს წიგნები გადავიდა სკოლის საკუთრებაში. შეიტანეს ფიზიკურად და დამთავრდა. ამ დროს წიგნი რჩება ჩვენს ბალანსზე, კულტურის ცენტრის ბალანსზე. და ეს საკითხი დღემდე გაურკვეველია, მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა. ეხლა ერთადერთი გამოსავალი არის, რომ ეს წიგნადი ფონდი უნდა დარჩეს სკოლაში და მოხდეს მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება, ელემენტარული. 2006 წლის მიწურულს 2007 წელში ამ პერიოდში განხორციელდა სასოფლო ბიბლიოთეკების გადატანა, ასე ვთქვათ, სკოლის შენობებში. პირველ რიგში ეს იყო გამოწვეული იმით, რომ სასოფლო ბიბლიოთეკების თითქმის ყველა სასოფლო ბიბლიოთეკა იყო ძალიან ავარ მდგომარეობაში, ზოგს ფანჯარა არ ჰქონდა და ზოგს წყალი ჩამოედინებოდა და ასე შემდეგ. ანუ უკეთესი პირობებში გადატანის მიზნით იყო განხორციელებული. თანაც მოგვიანებით იგეგმებოდა კომპიუტერების შეტანა და ანუ ინტერნეტი და ასე შემდეგ. ამით იყო განპირობებული. სამწუხაროდ მოხდა ესე, რომ გადატანა კი მოხერხდა, მაგრამ ბალანსზე ხო აი ეს იყო ძალიან ნაჩქარები იყო ეს ყველაფერი თვითონ გადატანის პროცესი წინასწარ არ იყო იურიდიული მხარე მოწესრიგებული და ისე გადავიდა. გამგეობაში მუშაობა საკითხი დაწყებული არის, თითქმის დადგენილი არის წიგნადი ფონდი ვის როგორ უნდა გადაეცეს. ჩვენ გამეორებით წერილი გავამზადეთ და გავუგზავნით გამგეობას და მე ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანში ეს არ იქნება ძალიან შორეული პერსპექტივა, ასე ვთქვათ. აი წლის ბოლომდე მაინც მოგვარებად იქნება ეს საკითხი.